გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საქართველოს პროკურატურამ კოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ელის სოკილაძე. ამავე ბრალდებით სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ ბრალდება დაუსწრებლად წარადგინებად მიმავლაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მყოფ გიორგი მიქაძეს. ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ნანა გოგატაძე დაესწრო, მეტი დეტალით ის შემოგვიერთდება კურიერის პირდაპირ ეთერში. ნანა, გისმენთ. 200-ზე მეტი დაზარალებული და დაახლოებით 10 მილიონი დოლარის მოტყუებით დაუფლებული კრიპტოვალუტა. მორიგი დანაშაულებრივი სქემა და ტრანსნაციონალური დანაშაული საქართველოს პროკურატურამ გაშიფრა. სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე დაწყებული 10 პირის მიმართ, მათ შორის არის სუსის ყოფილი უფროსი და ყოფილი გენერალური პროკურორი. გამოძიება მათ თაღლითობასთან და ფულის გათეთრებასთან ერთად კოლ-ცენტრების მფარველობას ედავება. ასევე დაკავებულთა შორის არის ელის სოკილაძე. გამოძიებისა და პროკურორის ინფორმაციით სწორედ ის უწყობდა ხელს კოლ-ცენტრების საქმიანობას. ბრალდებულთა ნაწილი მიმალვაშია, ნაწილი დაკავებული. პროკურორის ინფორმაციით 4 ადამიანმა გამოძიებასთან ითანამშრომლო, სრულად აღიარა დანაშაული და სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხელი შეეწყო ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოაშკარავებას. რაც შეეხება უშუალოდ სქემასა და საქმიანობას, 2 უწყების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა ის, რომ 2022-2023 წლებში საქართველოში თბილისში არაერთი კოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა. საქართველოს პროკურატურამ კოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ. ბრალდება დაუსწრებლად წარადგინებად მიმავალში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელის სოკილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარადგინება ჯგუფის სხვა წევრებს, გივი ჭიბლაძეს, ბენანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას. აღნიშნული კოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებას აფინანსებდა. ხოლო კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ. გამოძიების ინფორმაციით ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო ელის სოკილაძე, რომელიც უკვე პატიმრობაში ახლა მის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს შრეკა. რა ნივთმტკიცებულებებს ამოიღებენ სამართალდამცველები ან ამოიღებენ თუ არა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია თავად დაკავებულის პოზიცია. გამოძიების ინფორმაციით სწორედ ელის სოკილაძე უზრუნველყოფდა იმას, რომ უკანონო საქმიანობა კანონიერად წარმოეჩინა და გარდა ამისა ამხელდა იმ კოლ-ცენტრებს, რომელიც მისი გავლენის ქვეშ არ იყო. ზმა არის მე როგორც ვიცი სახში, ქალბატონი ელისოსი და ადვოკატის გარეშე არ უნდა რომ შეხება ჩატარდეს. ამიტომ მოვედი ადგილზე, მივიღებ მონაწილეობას და გავიგებ რას ედავებიან ქალბატონ ელისოს. სანამ არ წავიკითხავს აქის მასალას, ვერ გავაკეთებ ვერანაირ კომენტარს. რა სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი და ვის რა ფუნქცია ჰქონდა? გამოძიების ინფორმაციით ყველა ადამიანს 10 ბრალდებულიდან თავისი როლი ჰქონდა. პროკურორის განცხადებით ნაწილი კოლ-ცენტრებს მფარველობდა, ნაწილი კი მენეჯმენტს ახორციელებდა. რაც შეეხება უშუალოდ სქემას თუ როგორ მოქმედებდა კოლ-ცენტრები, პროკურორის განცხადებით ზედამხედველების მითითებით ოპერატორების უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ურეკავდნენ, სთავაზობდნენ მათ, რომ სავაჭრო პლატფორმაში ინვესტიცია ჩაედოთ, შემდგომ კი მოტყუებით მათ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს ან კრიპტოვალუტას ეუფლებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად იმ კონკურენტი კოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით განმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა. გაწეული საქმიანობისათვის გავლენის და საინფორმაციო მფარველები არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებული დაუფლებული თანხებიდან ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ. რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი 2022-2023 წლებში დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 9.5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოს და კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად. თაღლითობა და ფულის გათეთრება ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფის წევრებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. უახლოეს მომავალში ჩაინიშნება უკვე სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. პროკურატურა იმ პირების შემთხვევაში, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და გამოძიებასთან ითანამშრომლეს, შუამდგომლობის სახით გირაოს მოითხოვს, დანარჩენების შემთხვევაში კი პატიმრობას. მადლობა ნანა, თქვენ უსმენთ ნანა გოგატაძეს. სისხლის სამართლის კონკრეტულად რა საქმეზე იყო დაბარებული ეკონომიკის ყოფილი მინისტრის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში. კურიერთან ინტერვიუში ლევან დავითაშვილმა მედიის ინტერპრეტაცია უწოდა საკუთარ განცხადებას, რომ თითქოს მისი გამოკითხვა ევროკავშირის გაზმომარაგებას ეხებოდა. დღეს კი ლევან დავითაშვილმა კურიერთან კონკრეტულად განაცხადა და დაადასტურა, რომ გამოკითხვა საქართველოს გაზმომარაგებასა და დადებული ხელშეკრულებით ქვეყნისთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი სუსში დაბარებული იყო გამოკითხვაზე და არა შეხვედრაზე. აბსოლუტურად უზუსტოდ იყო ინტერპრეტირებული ჩემი ნათქვამი გუშინ ზოგიერთი მედია საშუალების მიერ და მათ შორის ჰედლაინებად გამოტანილი. რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი იმ თემებზე, რომელზეც მედია აპელირებდა და სპეკულირებდა, არ ყოფილა. საუბარი იყო მხოლოდ საქართველოს ენერგოუზრუნველყოფაზე, იმ ხელშეკრულებებზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზმომარაგების კუთხით, მათ ხელშეკრულებების სისწორეზე და ამ ხელშეკრულების გაგრძელების პერსპექტივებზე და საქართველოს ენერგოუზრუნველყოფაზე. და ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მხოლოდ ეს იყო საკითხი და მართლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავდექი ყველა იმ ადამიანთან, ვისთანაც მქონდა გამოკითხვაზე საუბარი. ბატონ ლევან, თქვენ თვითონ ახსენეთ ევროკავშირის გაზმომარაგება, ხო? პირდაპირ გეტყვით, ეს არ იყო საუბრის საგანი, მე აღვნიშნე მდგომარეობა, რომ როგორი სიტუაციაა საქართველოს რა როლს ასრულებს, თუმცა ეს არ იყო განხილვის საგანი. რაც იყო, მე უკვე გავაკეთე კომენტარი და მე ვფიქრობ, რომ ამაზე მეტი სპეკულირება ნამდვილად საჭირო არ არის. ჩვეულებრივი გამოკითხვა იყო იურიდიული პროცედურა, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმეზე. ეხლა ეს არის სიტყვების რეალურად ალბათ თამაში, იმიტომ რომ როგორც ხარ მიჩოვლი რა ლექსიკითაც საუბრობ ადამიანებს, ჩვეულებრივ ისე წარმოვიდგინე, რომ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ. ნანო, თქვენ შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ ეს არა ევროკავშირის გაზმომარაგებას ეხებოდა, არამედ საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას, ხო? თქვენი გამოკითხვა. გაუარესებას ან შეფასებას იმ ხელშეკრულების, რომელზეც იყო კითხვები და რომელზეც გავეცფიქრობ, რომ ამოწურავი პასუხი. ბოლო 48 საათში თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი. მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 91 ადამიანი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკაგელაძე მოწყობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ, სუბოქსინი, ბუპრენორფინი და სხვა. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ვინ არიან დაკავებულები, ამას ნათია მღებრიშვილი გაგვაცნობს. ნათია, ეთერში ხარ.
დაკავებულებს შორისაა ლატვიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში 9 კილოგრამზე მეტი კოკაინის შემოტანას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე დააკავეს. დაკავებული ასევე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომლებსაც ერთ-ერთ მისამართზე თბილისში საცხოვრებელ სახლში ჰქონდათ კუსტარული ლაბორატორია მოწყობილი და ამზადებდნენ სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებებს. ნარკოდანაშაულის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. დაკავებული 97 პირი. საპოლიციო ღონისძიების დეტალებზე სულ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. გეკა გელაძის თქმით, ორგანიზებული და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სამართალდამცველები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ყველა პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ნარკოდანაშავეების პირადი ავტომანქანებისა და საცხოვრებელი ბინების შრეკის შედეგად ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი და სხვა. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა. დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქეც, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დავაკავეთ. ის საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 9 კილოგრამზე მეტი კოკაინის შემოტანას ცდილობდა. გარდა ამისა, პოლიციელებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდნენ. დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 9 კილომდე მეტამფეტამინი. ამავდროულად პარალელურ რეჟიმში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ასევე დაკავებულია 16 პირი, რომელთა პირადი საცხოვრებელი სახლების დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ცხრეკის შედეგად ამოღებულია ათეულობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236, 260, 262, 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს. აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს საშელისგან დაიხსნის. ხოლო საზოგადოებას კი საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავების სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით.